მე ნათია ვარ ჯამთერი ჯანსაღი აღდგენილი მარადიული სული. ეხლა რაც მინდა დავამატო კიდე რეგრესოლოგებს. ბევრი რეგრესოლოგი არის ჭორიკანა, ანუ ჭორიკანა რამ ხრივ, რომ ვითომ რა ვიცი, მე კაი სისტემა, კაი სტრუქტურა მაქვს და სხვები ვერ ახედავენ, მე უფრო მაგრა ვხედავ და ესე და ისე და ჭორავენ ერთმანეთს, რომ მაგალითათაო რა ქვია ეს სლიპერი ძალიან მაგარი სლიპერი იყო, მაგრამ გარდაიცვალა სლიპერი და წავიდა ნიშნიემირებშიო. ეხლა ისეთ სისულელეებს იტყვიან, რომ საერთოდ გაგიჟდება ადამიანი. სლიპერი თუ სლიპერი იყო, ხალხს აკურნავდა და ის რა ქვია, ანულებდა დაგაორებს სხვების სვეტრიე სულების ეხმარებოდა და რა ქვია, ანულებდნენ დაგაორებს და ხედავს სუშესტოებს და რა ვერ უთხრა იმ ბესებს აბა მოისხსენით მასკა გალაგრამები ვინები ხართ რეები ხართ ვის სად გაყვა რატო გაყვა რისთვის გაყვა ვანულებ აბათილებ თქვენთან დაგაორებს ყველასთან დავაი მომშორდით მომცით მე თქვენი ვალი არ ამაქვს ხო ეხლა სლიპერი ყველა ვარიანტში არის 0 საფეხურებიდან და მინუს საფეხურებიდან გამოღვიძებული გამოფხიზლებული სუშნოსი სული ცივილიზაცია სვეტო საზნანია რომელიც ასე ვთქვათ ასე ვთქვათ, რა ქვია, გამოიღვიძა ამ თავისთვისაც კითხულობს ყოველდღე მანიფესტებს ელემენტარული რეგრესოლოგი ზაშიტებს აკეთებს სხვა კლიენტებს უკეთებს ზაშიტებს და ისეთ რაღაცებს ჭორაობენ რომ ვითომ ეხლა მე მაგარი ვარ და ის აგე რა ქვია ცუდია და გარდაიცვალა და წავიდაო როგორ წავიდა რეგრესოლოგი ნათელმხილველი ნიშნიემირებში შეიძლება იმისი რაღაცა ერთი ფანტომი ნუ სადღაცა რაღაც საჭიროების გამო წავიდა და ამოვიდა ეს არის საერთოდ სისულელე ისეთ რაღაცებს დააბრეგვებენ ხოლმე მე მაგალითად კლიენტების შესახებ ჭორაობენ კიდე ზოგი რა ქვია ყველა კლიენტს აჭორავს, ყველა კლიენტს დასცინის, ყველა კლიენტს რაღაცა ისა ესა და თუ ფულს ბევრი ფული უნდათ და თუ ეტყვი რომ დამიკერი კაკვი მინე ტაკიმინ ერაბოტა ნუ ეს სხვა თემა არის და ზოგიერთი მაგალითად კლიენტის ეს რაღაცას დააბრეხვებენ და დაახეთკებენ ამ გიპნოზის დროს რომ შენ წარსულში ომი იყო ექიმობა არ იყო ეხლა თუ გაზით ათბება ხალხი და დენით ათბება და კამერები დააყენეს ადრე კამერები არ იყო ადრე მგლები ჭამდნენ ხალხს და წარსულში ყველამ გადავიტანეთ ბევრი ტრავმა და ტკივრი და ომები და შარები და უბედურება და ყველა ზოგი ჭამით აკვდებოდა და ზოგი უჭმელობით აკვდებოდა ხო ასე ვთქვათ ეხლა თუ დაბალანსდა ვითომ ყველაფერი და კომფორტული ცხოვრება შეიქმნა და ტექნოლოგია გავიდა და ეხლა მაინც აჭამს ადამიანი ხალხი ერთმანეთს მაინც აცემენ ერთმანეთს აი ისეთ რაღაცას დააბრეგვებენ რომ შენ წარსულში მეომარი იყავი დიდი რავი მეომარი იყო ადამიანი და წარსულში რა ყველა ვომობთ კი არა ეხლაც გამაბრაზებენ შემიძლია დანადავარტყა ადამიანს იმიტომ რომ საჭიროა რატო მაწუხებს რატომ ეხება ვინ არის ხო ვარ მართალ მე ისეთ რაღაცებს ჭორაობენ რომ აი ახანგელების სისტემა და იესო ქრისტეს სისტემა და ესეთი სისტემა ვიშე სვეტრი სირების სისტემა მე ადრეც ვთქვი ამაზე ვიშე სვეტრი სირების სისტემა არის ყველა ვიშე რაზუმების ვიშე წმინდა ცივილიზაციების სისტემები არის ყველა ბლაგასლოვენი და დალუწული სისტემები არის ეს ამათ ზედმეტად არავინ არ უნდა შეეხოს არხანგელ მიხაილ შავიც აქ თეთრიც აქ რა თქმა უნდა არხანგელ მიხაილმა იცის თავის დაცვა და არხანგელ მიხაილ თავის თავს არ დააჩაგრინებს იესო ქრისტეს სისტემას შავიც აქ მართალი არც იესო ქრისტე არ დააჩაგრინებს თავის თავს არავის ეხლა იესო ქრისტეს სახელით რო რაღაცა უკაცრავად ამ სიტყვაზე და მამის ძის და წმინდა სულის სახელით რომ რაღაცა ჯადოებს რომ აკეთებენ ხო
ხო, იესო ქრისტე იძახის, რომ ჩემი სახელით ვერაფერი ვერ გაკეთდება, მაგალითად, ცუდი ვერაფერი ვერ გაკეთდება. არხანგელ მიხაილის სახელით რომ რაღაცა ცუდს აკეთებენ, ხო, ჯადოებს მაგალითად, ხო, იმას ესე მოუვიდეს და იმას ესე მოუვიდეს. ღმერთის სახელით რომ ცუდს აკეთებენ, მაგალითად, ხო? ღმერთი ხო ის წვის, ეს არის ღვთიური სისტემა. რომ ჩემი სახელით ცუდი ვერაფერი ვერ გაკეთდება. ატვესტვენობას დაეკისრება იმ ჯადონბაზას, ვინცაც ძალებას კადრულობს. და ვინც ამ კითხავისა და ტაროს კარტებში როა ჩაფლული და სანთელი როგორ გამოიყენონ, მარელი როგორ გამოიყენონ, რო არიციან და სწორად როგორ რო არიციან და წარამარაწყებლაზე რო არიან გადამა ჩემი სახელით, იესო ქრისტეს სახელით, ვის შეესვეტრესების სახელით, ჩემი ატრაჟენიებით, იესო ქრისტეს ატრაჟენიებით და იმის ატრაჟენიებით, ამის ატრაჟენიებით, ვის შეესვეტრესების აზნანიებით, ძრო ვერ გაკეთდება, თოთ კაატკრუჩაეცა და სიბოროტეების გამო ასტვენიკობა დაიკისრება თვითონ ასე ვთქვათ მოწადინებულ დაინტერესებულ პირებს, დამნაშავებს. ხო, მე ისეთ რაღაცებს ლაპარაკ ახლა. მაგალითად ავიღოთ ლექსი, რაღაცა ლექსი, ხო, მაგალითად ილია ჭავჭავაძის ლექსი არ ვაჟა-ფშაველას ლექსი. სისტემა რა არის, ზოგიერთი ადამიანი ამ რა ქვია, სისტემას იგებს სწრაფად და გამოიცნობს სწრაფად, ზოგი ადამიანს უჭირს ამ სისტემებისა და ენერგიების გამოცნობა. ზოგიერთი რეგრესოლოგი ნელა მუშაობს, ზოგიერთი სწრაფად მუშაობს, ხო? მაგალითად ავიღოთ ილია ჭავჭავაძის ვაჟა-ფშაველას რაღაცა ლექსი ავიღოთ. ეს ლექსი ქართულად სხვანაირად აჟღერს, რუსულად სხვანაირად აჟღერს, დაჟე კილო სხვანაირი აქვს. ამერიკულად სხვანაირად და სომხურად სხვანაირად აჟღერს. ფოხ ცავატან, ხო, სომხურად სხვანაირად აჟღერს. ციგნურად სხვანაირად აჟღერს და რა ვიცი, კიდე ჩინურად სხვანაირად აჟღერს ეს ლექსი. ავიღოთ ახლა ციფრულად კიდე სულ სხვანაირად იშიფრება ეს ლექსი. ციფრულად და ზვუკაკოდურად ხო ვაფშე სულ სხვანაირად იშიფრება ეს ლექსი. არის რუნიჩესკიე ძველმოდური დამწერლობა, რუნიჩესკიე ძველმოდური დამწერლობით ვაფშე სხვანაირად იშიფრება ეს ლექსები და ასე. ახლა სხვადასხვანაირი ადამიანი სხვადასხვანაირად აღიქვავს ამ ლექსსაც. გამოთქმაზე დავიწყოთ ლაპარაკი, უბრალოდ გამოთქმაზე. ზოგი ლექს ხმამაღლა გამოთქმით ლაპარაკობს, გულით ლაპარაკობს, ზოგი ბლოჩუნებს, ზოგი ჩუმად გამოთქვავს ამ ლექს. ახლა სომხები სხვანაირად ცავატან, ფუპოხ, თურქები ფარა, ქართველები მანი, ამერიკელები და ასე შემდეგ, ხო? სხვანაირად გამოთქვა, იჟღერება სხვანაირად, მაგრამ ამისი შინაარსი როგორი არის? როგორი ამის შინაარსი, რომ არის რაღაცა ლექსი, რომელიც იკითხება და ბალანსირდება და იტვირთება ადამიანის საზნანიაში, ენერგოინფორმაციულ სტრუქტურებში, როგორც რაღაცა კაი ლექსი, როგორც რაღაცა მანიფესტი, როგორც რაღაცა რეფორმფესტი და როგორც რაღაცა დისტრუქციული პროგრამები. ამოიღეს ის დისტრუქციული პროგრამები, ჩაანაცვლეს კაი პროგრამებით, ხო? ეხლა ზოგი ლამაზად კითხულობს ამ ლექსს და ზოგი ბოხი ხმით აკითხულობს, ზოგი დაბალი ხმით, ზოგი ბლუჩუნებს, ხო? ეხლა და ამ ენერგიებსაც ეხლა ანგელების, არხანგელების ენერგიებს, ინფოპაკეტებს, კოსმოენერგიებს, ინფოპაკეტებს, ჟივას ენერგიებს, ინფოპაკეტებს, რაღაცას ცელიწენი ენერგიებსა და ინფოპაკეტებს ზოგი კარგად იღებს, ზოგი გვიან იღებს, ზოგი ნელა იღებს და ორგანიზმში და ნეიროს სისტემებში და ნეიროსენსორებში თუ სუფთა გააჩნიას ისუფთავეს, ნეიროსენსორებისა და ნეიროსისტემების ისუფთავეს, ზოგი კარგად იღებს და შეითვისებს და გამოიცნობს ამ ენერგიებს და ზოგი საერთოდ ვერ გამოიცნობს ამ ენერგიებს და ან გვიან გამოიცნობს ამ ენერგიებს და ასე შემდეგ, ხო? ეხლა ლოცვის დროსაც ლოცვა ზოგი გულით ლოცულობს, ზოგი ვერ ლოცულობს, ზოგი ბლუჩუნა პროსტა კითხულობს, ხო, რაღაცა და ის საერთოდ რატო უნდა წავიკითხო ეს, რაში მჭირდება ეს ლოცვა, რა არისო და ეხლა რა თმინდაო ლოცვაო, არა, რა საჭიროა ლოცვა, წავალ და კინოს უყურებ. მერე ეს
კანალები, ანუ იესო ქრისტეს კანალები. ხო, ეხლა იესო ქრისტე, არხანგელ მიხაელი, არხანგელ რაფაელი, ქერუფიმები, სეროფიმები, ანგელები, ვიშესვეტრესები, ვიშესვეტრეს აზნანიები, ვიშესვეტრეს წმინდა ცივილიზა. ეხლა ამათმა ეხლა მე ეხლა საქართველოში ვცხოვრობ. ის ვიღაცა იქაც ცხოვრობს ამერიკაში, ის ვიღაცა ჩინეთში ცხოვრობს, მაგრამ ცდილობენ რომ ადამიანს დაეხმარონ, მაგრამ ეხლა გაამერიკელდეს თუ გაჩინელდეს თუ რა როგორ ქნას იესო ქრისტე მან არხანგელ მიხაილმა ან არხანგელი მან რა ქვია მეტატრონმა ხომ ცდილობენ რომ რაღაცა ტელეპათიურად ენერგიებით რაღაცა ასე ვთქვათ პარალელური მირებით მირიებით ჩერეზა რაღაცა ბუნების ძალით ჩერეზ რაღაცა წყლის ძალით ჩერეზ რაღაცა ცეცხლის ძალით რაღაცნაირად ინფოპაკეტების ძალით რაღაცნაირად უშუალოდ ამ ბიობოტებში არსებულ სულებს და ბიობოტებში არსებულ წმინდა საზნანიებს და წმინდა სულს ხომ მერე ხო, მე ეს სლიპერები ძალიან ბევრს ჭორაობენ, ჯერ კლიენტებზე ჭორაობენ, თან თვითონ წმენდავენ, თვითონ ეხმარებიან, თუ $500 გადაუხდი 400, ნუ ეხლა ფულის არ მინდა ამ თემაზე ვილაპარაკო, მაგრამ მართლა ესე იქცევა ზოგიერთი სლიპერი, თუ 400 ევროს გადაუხდი, 300 ევროს გადაუხდი, ყველას გაწმინდავს, იქ ნარკომანს გაწმინდავს, ავამტყობს გაწმინდავს, იქ ბოდიში და ჯადონბაზა ვიღაცა მაგ შამანს ვიღაცას ყველაფერს გაწმინდავს და რო ეტყვი დამიკერი ფული არა მაქვს და აი მაგალითად მაქვს $200 და ალალად ასე ვთქვათ დაუზარებლად გამოგიგზავნე მილუდი კაქტი მან კიდე დააბრეხვებენ რაღაცას რომ ვითომაო შენაო ძალიან ცუდი ადამიანი ხარო ზოგიერთი რეგრესოლოგი ისეთი ტუპოია ხო რასაც ვერ ხედავს იმას ნუ ლაპარაკობს თუ ხედავს ხო არც უნდა უთხრას ცუდი რაღაცეები გაწმენდის დროს ჩისტკის დროს აკომპლექსებს ადამიანს ელემენტარული ხო შეიძლება დავინახე ამ ადამიანის რაღაცა კარმები წარსულ ცხოვრებაში მაგრამ მე რატო ვეხმარები ამ ადამიანს რომ ეს კარმები მოიშოროს ხო და ეს რომელიანინიები გადაატრანსფორმიროს ხო სასიკეთო თავისთვისაც ყველასთვის იქ მონაწილეები არტისტები ვინც არიან და ეხმარებიან ამას ვინ რომ ანგელები და არხანგელები რომ განთავისუფლდეს ასე ვთქვათ სული ჩისტოს აზნანია დისტრუქციული პროგრამებისა და პატპროგრამებისაგან რაც უფრო მეტი სული განთავისუფლდება დისტრუქციული პროგრამებისა და პატპროგრამებისაგან მით უფრო ძლიერი გახდება ასე ვთქვათ ადამიანის რევოლუციები და შემოქმედებითი ნიჭები და ცივილიზაციების რევოლუციები ევოლუციები და შემოქმედებითი ნიჭები და ეს უხარიათ იმ რა ქვია მასწავლებლებს რა უხარიათ რაც უფრო მეტი ნიჭიერი ბავშვი გაიზრდება რაც უფრო ლამაზად იცეკვებენ რაც უფრო მეტ ლამაზ ლექს დაწერენ რაც უფრო მეტად ლამაზად იმღერებენ რა უხარია იმას პუბლიკას რაც უფრო კაი რაღაცას გამოიგონებენ ეს უხარია მასწავლებლებსა და ეს უხარია ვიშე სვეტრიესირებს ხო პუბლიკა არა უკაცრავად ეხლა ცოტა სხვა თემაზე გადა პუბლიკა არ არის ვიშე სვეტრიესირები არის ვიშე სვეტრიესირები მაგრამ რაც უფრო მეტი სული გამოიღვიძებს ეხმარებიან ამას ეხლა ეს რეგრესორობეგები ვითომ რეკლამებს იკეთებენ და პაგონებს იწევენ რომ ვითომაო აიო მე მაგარი ვარ მე მაგარი კანალი ვარ ჩემ კანალებზე ჩართულები არ არიან ისინი მე სუფთა კანალები მაქვს თითოეულ ადამიანს შეუძლია გაისუფთავოს კანალები. რეგრესოლოგი და სლიპერი იმიტოა და ტრეციკლაზე იმიტოა ყველას გახსნილი. ხედავენ ხო სკანერებით მუშაობენ, ზონდებით მუშაობენ, რა ვიცი მე, ზერკალებით მუშაობენ თუ ჩერე ზერკალებით თუ კურატორებით მუშაობენ ხო? იმიტომ აქვთ ეს რა ქვია, გიპნოზებით მუშაობენ, რა ქვია მედიტაციებით მუშაობენ. ხო, იმიტომ აქვთ ეს მესამე თვალი გახსნილი და ეს ენერგიების შეცნობა, გამოცნობა, ინფოპაკეტების გამოცნობა, მიცნობა, მოცნობა, იმიტომ იციან, რომ იმ ვისთან არიან ჩართული რა არის ის რეგრესოლოგა. ესე ტყუილებს თავი ერთმანეთსაც კიდე კადრულობენ, ესე ძალიან კარგად იციან 8 კანალია და რომელი კანალია ჩემთან ჩართული და უბძანებ ამ ცუდ კანალებს, რა თქმა უნდა, ცუდი კანალები. ცუდი კანალები ატყლუ ჩაეცა ატმინე პადაჟ რათ მინდა ზომბიროვანიები და ეშმაკური კანალები მე მანიფესტებს იმიტომ ვკითხულობ რეგრესოლოგები მანიფესტებს იმიტომ ვკითხულობენ რომ ეს ზომბური კანალები
გაანულონ, გააბათინონ კარმიჩესკიული უძლები ყველა სახის სრულწმენებთან და სრულწამსებთან და მანიპულატორებთან. ხო ესი არის ეხლა და აბრალებენ ერთმანეთს რომ მე მაგარი ვარ ის ისეთია ყველა ადამიანი ეხლა სული და სისტემა რა არის? აი როგორც სომხებს აქვს სხვა DNK და სხვა პოტენციალი და სხვა ასე ვთქვათ დაჟე ხმა და გამოთქმა სხვანაირი აქვს ფოხ ისე ქართველებს აქვს სხვანაირი გამოთქმა ფული ისე რომ ზენგი ისე მანი და ჩინურად როგორ არის არ ვიცი თურქულად არის ასე ვთქვათ ნუ ბევრნაირი ადამიანია ხო ბევრნაირად აღიქვავენ და ყველა იცის კანალების გასუფთავება მაგრამ ერთმანეთს მაინც ჭორავენ და ერთმანეთს მაინც კაბენენ რომ მე მაგარი ვარ და ზოგი არის სკოლა აქვს გახსნილი, ზოგი არის ინდივიდუალურად მუშაობენ, ავტონომიურად ასე ვთქვათ, ორი პარა, სამი პარა ერთად, ზოგი ასე ვთქვათ, სკოლებიც აქვს გახსნილი და იღებენ იქ ასე ვთქვათ მსურველებს რომ მსურველები სწავლობენ მედიტაციას, ტელეპათიას, გიპნოლოგიას და ასე ვთქვათ ინსტრუმენტებს და ჯერ თავიანთ თავს გამოიცნობენ რა შემიძლია რა ნიჭები მაქვს და მე უკვე გადადიან ეხმარებიან ვიში ესვეტრიეცილები და ასე ვთქვათ ვიში ანგელებია თავიანთი საკუთარი მფარველი ანგელებიც ეხმარებიან და თავიანთი საკუთარი წმინდა ცივილიზაციები ეხმარებიან ყველა ადამიანს ეხლა ხო აი სიმღერაზეც კიდე ეტყობა ხმაზე, ტონზე, ზოგი კარგ ამღერის, ჟღერადობით მღერის, მაგრამ სომხური სიმღერა სხვანაირია, სხვა ტემპებისა, ქართული სიმღერა სხვა ტემპებისა, ხმაზეც კიდე რაღაცა და ციფრული ჟღერადობის მუსიკა და კალაკოლინის ზვონკები ვაფშე სხვა სიმღერა ელემენტარული ეხლა ადამიანი რომ ასე ვთქვათ, იგრძნობს რაღაცა დისტრუქციულ პროგრამებს, დისტრუქციულ პაკეტებს, დისტრუქციულ რიანიებს, ყველა რეგრესორს შეუძლია ის, რომ ელემენტარულად ჩართონ ზუკაკოდებიან, კალაკოლის ზუკაკოდებიან, ჩიტების ჭიკჭიკი ან რაღაცა, რომელიც ასე ვთქვათ, ჯიებს და რაღაც მანიპულატორ რაღაცებს, ასე სიხშირებს, ანელებს. ხო, რადიაციულ სიხშირეები კი არა და რადიაციული სიხშირეები უნდა მარილით უნდა რაღაცნაირად მოიშოროს ადამიანმა მე ვიცახი სხვა რაღაცას ელექტროსიხშირე, რადიოსიხშირე, გადაცემის სიხშირებს, დისტრუქციულ ინფოპაკეტებს რა არის ანტიკამანდა მაგალითად ადამიანი არის თავის ნებაზე და ისეთ ზუკაკოდებს გადასცემენ რომ მაგალითად ცუდად აღარ და ეს ტვინში ultrazukები ეს ტვინს ურტყავს ეს რაღაცა რა ეს ცუდი ზუკაკოდი რა და დავირუსდა ეს ტვინი კაცო ჩვენ ultrazukebსა და რაღაცა ზუკებს ვიგრძნობთ როგორც ფისოები, კატები გრძნობენ, ძაღლები გრძნობენ რაღაცა დისტანციურად რაღაცა ზუკებს, ჩიტები გრძნობენ რაღაცა ზუკებს, ისე გრძნობთ ჩვენ ადამიანები. მაგრამ ჩვენ ბიობოტები ვერ ემაშვრებით ამას. ეხლა და შეუძლია ადამიანს სახში რომ ყოველთვის ჩართოს მაგალითად ეს კომანდა დისტრუქციული პროგრამების ზუკაკოდები რომ შეანულოს გათიშოს კალაკოლის ზოლკები მაგალითად ან ზუკაკოდები რაღაცა ამოიღოს ჩართოს ან ლამაზი პიანინოს კლავიატურის ზუკაკოდები ან ჩოგურ გარმონის რაღაცა ზუკაკოდები ჩართოს მუსიკას მოусმინოს და ეს მუსიკა სხვათა შორის ძალიან სამკურნალო მეთოდია ადამიანის ნერვებისათვის და სმენის ორგანოებისათვის ეხლა ხო, აი ზუკაკოდებს რაღაცა სიხშირეებსა და რაღაცა იმებს, რადიოსიგნალებს ვერ იგებს ადამიანი და ეხლა სვეტრიესილებმა როგორ უნდა გააგებინონ ადამიანს კი არ მოდა კი არ დაგიკაკუნებს თავში იესო ქრისტე რა ხანდახან გრძნობს ადამიანი რაღაცას მაგრამ ხანდახან ვერ ეგრძნობს ვერავე დისტანციურად ცდილობენ რომ ინფოპაკეტებით დაილაპარაკონ ადამიანს რომ დაუშვათ ნუ გეშინია მიაკავარ ეს ევქნათ ის მოგაშორე და всё ნუ რაღაცა ხო და ეს ადამიანს ბოდიში და მატერიალურ
იმებზე რო არის ილუზიებზე მიჯაჭვული ყველაფერი უნდა განივითაროს მაგიტო ადამიანმა შინაგანი ნიჭები მგრძნობელობა ზუკაკოდური გრძნობელობა, სექსუალური გრძნობელობა, ცივი აერი, ქარის სისწრაფე, სიმძიმის გრძნობელობა, აი რატო დავმძიმდი? ხო არის ადამიანი არის დავმძიმდი. ფეხი მიმძიმდება, წელი რატო დავმძიმდი? აი ეს რაღაცები უნდა ისწავლოს ადამიანმა და გაიგოს ეს საიდან მოდის რისგან მოდის და თურმე არის ხოლმე ესეთი ისენი რომ სხვის სიმძიმეს აგრძნობს ადამიანი, სხვის ტვირთებს აგრძნობს ადამიანი. სხვასაც ტკივად შენ აქ ტკივა არის ესეთი რაღაცაც. აი ტელეპათიური ნიჭები ეს ეძახიან ეს რაღაცა. რა ქვია, ხო სხვას თავის ტკივა, თავის აქ ტკივდა შენც. შო დაილაპარაკე იმ ვიღაცას თავის შენც აქ ტკივდა. აი ესეთი რაღაცა სხვას რაღაცას ტკივა გვერდზე გიზის და შენ აქ ტკივდა ეხლა ეს რაღაცა. ხო აი ესეთი გადაცემები არსებობს. ტკივილების გადაცემებიც კიდე არსებობს. იმპულსური გადაცემები, იმპულსური. ხო ეხლა ეს რეგრესოლოგები ჭორაობენ ერთმანეთზე რომ მე კაი ვარ ისო ყველა არა აქვს მნიშვნელობა ადამიანი ცოტას ხედავს, ბერს ხედავს, ესე ხედავს, ისე ხედავს, სუფთად ხედავს თუ ფერებს იცნობს ზოგი მარტო მაგალითად ჩაკრებსაც ხედავს, სურსაც ხედავს, საზნანიებსაც ხედავს, ჩიპებს ყველაფერს ხედავს, სუშესტოებსაც ხედავს და ვიშესტოებსაც ხედავენ. და ცნობულობენ ერთმანეთს. ზოგი მარტო ფერებით ცნობულობს რაღაცეებს, გამოიცნობენ ხოლმე, ზოგი მარტო მეტყველებით რაღაცას გაარტყავს რაღაცას და რაღაცას იტყვის, მაგრამ მაინც ცნობულობენ, მაინც გრძნობენ, რომ ხო ეს კაი ენერგია, ხო ეს ცუდი ენერგია, ხო ეს კაი კანალია, ხო ეს ცუდი კანალია, ხო ეს ჩემი ჩისტოტაა, ხო ეს ჩემი ჩისტოტა არ არის, ხო ეს ჩემი ენერგია, ხო ეს ჩემი ენერგია არ არის. აი ესეთ ურავნებზე არიან ადამიანი ეხლა რეგრესოლოგმა რომელმაც შეისწავლა ენერგიები ნულოვან და მინუსპოლოსოვან დონეებიდან მაღლა არის უკვე ასული და რითი განსხვავდება ეს ზოგი არის მესამე სკოლაში, ზოგი არის მეოთხე სკოლაში, ანუ მესამე დეში, მეოთხე დეში, მეხუთე დეში, მეექვსე დეში, მერვე დეში, რაც უფრო გაძლიერდა ადამიანი და რაც უფრო იგრძნობს, მთელ სამყაროს გრძნობს, ხო? გრძნობს ეხლა ჩემ მეზობლები რას აკეთებენ, მე რა ვიცი, მაგრამ ზოგი არის ადამიანი ტელეპათი ადამიანი გრძნობს მაგალითად ბიობოტები როგორ მოძრაობენ. აი ელაპარაკებიან ერთმანეთის საზნანიებს. მეზობელო როგორაო, კარგად შე როგორ ახარ. რეგრესოლოგი ხო ეხლა ზოგი არის გრძნობენ ერთმანეთს, ზოგი არის ცოტა გრძნობენ, ზოგი არის ბევრი გრძნობენ, ზოგი არის ძაღლებსაც გრძნობენ, კატებსაც გრძნობენ და კატებსა და ძაღლებს ელაპარაკებიან. ხო, აი ეს არის ესეთი ნიჭები აქვთ ზოგიერთ რეგრესოლოგებსა და სლიპერებს, ანუ როგორებიც იყვნენ ატლანტიდები, მაგრამ ატლანტიდები ხელის ძალაც ჰქონდათ, ხელის ენერგიაც ჰქონდათ. ხელის ენერგია რას ქვია, რომ დაადებენ ხელს, გამკურნავენ ჭრილობას, ხო? ეხლა ბევრს აქვს მართლა მასეთი ხელის ენერგია, რომ დაადებს ხელს და გამკურნავს ჭრილობას. ბევრ მაღალ ვიბრაციულ სუშესტოებს, ბიობოტებს შეიძლება გადავიდეს თაობიდან თაობაში ეს ნიჭები, მაგრამ ბიორობოტმა თუ არ განივითარა ეს ნიჭი, თუ არ იგრძნო ეს ნიჭი, რომ მე შემიძლია ჩემი თავი ხელით განვიკურნო და თუ ბიობოტს არ ქონდა ეს ნიჭი და სულს აქვს ეს გამკურნების ნიჭი, ბიორობოტს მაინც ეთყობა. აი გაიჭრი რაღაცას ზოგს თუ 4 დღე უნდა რომ მოიშუშოს ჭრილობა, მაღალ ვიბრაციული სუშესტოები ერთ დღეში, ორ დღეში უკვე ჭრილობა მოშუშებული აქვთ. აი ესეთი მაღალ ვიბრაციული სუშესტოებიც არსებობენ, რომლებიც არ არიან დამოკიდებული ბიობოტურ მანიპულატორულ, ასე ვთქვათ, ბლოკებზე და სამობლოკებზე. და ეს ბლოკები და სამობლოკები უნდა მოიშოროს ადამიანმა, რომ იგრძნოს რაღაცა. რეგრესოლოგები ამას ასწავლიან და ცდილობენ, რომ განივითარონ მსოფლო მხედველობა და შეიგრძნონ რაღაცა, თევზებსაც კიდე დაელაპარაკონ. ხო, უკაცრავად. ხო და
ხო, ნუ მაინც განვითარებულები არიან ელემენტარულ ძილისაგან გამოიღვიძეს განვითარის წრეწიგლაზე რაღაცა სხედავენ შავი თეთრი ხედავენ ხო და მანიფესტებს კითხულობენ ანუ ნული დედან და მინუს პოლუსოვან დედან და ერთი დედან და ორი დედან მაღალ საფეხურზე არიან მაინც ხო ნუ არა მნიშვნელობა და ეს ყოველ შემთხვევაში მაინც მაღალ იერარქიებზე არიან მაღალი განვითარების იერარქიებზე არიან მაინც მიაღწეს რაღაცას ეხლა და ცდილობენ რომ ხალხსაც დაეხმარონ გაონულონ დაგավորები წაიკითხონ მანიფესტები და ასე ვთქვათ უბრძანონ რაღაცა ინტერფერენტებსა და პაციენტებს რომ წადით სვაბუდა ვოლა დუშის სახელით გიკრძალავთ ამ სულს აღარ შეეხოთ ამ ჩისტო საზდანიას აღარ შეეხოთ და ამ ბიოსისტემას აღარ შეეხოთ ვეღარ მიაყენებთ ზიანს всё ეს ხო და ეს ზოგი ესე ხდება ადამიანის განთავისუფლება. ხო და ეს ზოგი ჭორიკანა ეს რეგრესოლოგები იძახიან რომ რა არის ანგელოზების სისტემა და სტრუქტურა და რა არის ანგელოზების რაღაცა და რა არიან არხანგელები და რა არიან ცივილიზაციები და ჩვენ ყველა ელემენტარებისაგან შევდგებით ეხლა ჰაერი ყველას უნდკავს ჰაერში რა ელემენტარებია ხო ან სუფთა ჰაერია ან ქვიშიანი ჰაერია ან ბენზინიანი ჰაერს ყველა გრძნობს წყალი ყველასა გვაქვს 100% წყალი 90% წყალი ყველას ავსვავ წყალს აჭმეს ყველა ვჭამთ სასისკის გემო და კალბასის გემო ყველა მიცით ეხლა განათლება ყველა ვიცით ლიტერატურა რუსული ინგლისური ქართული ლიტერატურა და ცოტა უცხოენები ყველა მიცით და მათემატიკა ყველა მიცით ეხლა რა ელემენტარებისა და რა იმისაგან შედგება ადამიანის ბიოსისტემა და DNK ყველა DNK თავისი ეხლა მე დედაჩემს ერთი DNK აქვს და მე ერთი არა მე სხვანაირი DNK მაქვს მე სხვანაირი გამოვიყურები მამაჩემს ეხლა ერთი DNK აქვს და მე არა მე სხვანაირი იმა თუ აქვს +1 2 3-ო მე მაქვს რაღაცა 6 5-ო ავი 4 ან 3 რა მნიშვნელობა აქვს ჩემს DNK-ს, მაგრამ DNK სხვანაირი მაქვს, სისხლის მონაცემები სხვანაირია, სისხლის ფერი სხვანაირია და ასე შემდეგ, ცოტა კარგად რო გავეზარდეთ ჩემშობლებს, უფრო ჭკვიანი ვიქნებოდი, მაგრამ გადაყვნენ ერთმანეთის იმას კატათაგოვანის თამაშს. ხო, ასე რომ ვისაც როგორ შეუძლია ისე აქვთ ისე მუშაობენ ისე აქვთ ტელეპათიური ნიჭები განვითარებული ისე ცდილობენ ევოლუციებსა და რევოლუციებს და რა ქვია არ უნდა აი კლიენტის საზნანიებზეც მოქმედებენ ის იმას აჭურავს ეს ამას აჭურავს პაგონებს იწევენ ერთმანეთზე მე უფრო მაგარი სისტემებში მაქვს მე უფრო მაგარი მასში ვარ მე უფრო მაგარ პონჩი ვარ გაიგე და ამისი არ უნდა შეეშინდეს ეხლა ხან კლიენტებს აჭურავენ, ხან გაიხედავ ერთ კლიენტს გაჭურავენ, გაიხედავ მეორე ჯადონბაზა კლიენტს ნუ ვერ გაიგებ, იმიტომ რომ იმ ჯადონბაზა ეტყობა ბევრი ფული გადაუხადა და ასე შემდეგ ეხლა ფულის გამო ეხლა ყველაფერს მართლა ვერ იკადრებს ადამიანი, მაგრამ ცოტა ესე გამოსდით ზოგიერთებს, რომ ფულის გამო ამცირებენ ადამიანს. ერთი იძახის მე იქ ვცხოვრობ ანტალიაში ვცხოვრობ, აქ ბევრი ფულია საჭირო, ერთი იძახის მე ესპანეთში ვცხოვრობ, აქ ბევრი ფულია საჭირო და ესე საზღვარგარეთად ცხოვრობენ. კი, ეხლა რუსულ საიტებზე არიან შესული YouTube-ში და კონტაქტებში, მაებში და იქ აგდებენ თავიანთ ნამუშევარ ვიდეოებს და პაგონებს იწევენ, მაგრამ საზღვარგარეთ დადიან, დაყოყიალობენ, ქვეყანას ნახულობენ და ასე შემდეგ. ნუ ტურისტები, რასაც ქვია, ერთობიან და ასე ვთქვათ, ნიჭები აქვთ და ყველაფერი შეუძლიათ და დღეს კიდე ისეთი დღე მოვიდა, რომ აღარ წავენ ცეცხლზე ტელეპათებს და აღარ კლავენ და აღარ იმონებენ და აღარ იჭერენ და აღარ რატო ხარ ტელეპათიო აღარ ეუნებიან და რატო ხარ მკითხავიო აღარ ეუნებიან და ნუ ესე იციან ერთმანეთში პაგონების აწევა და ეს სისულელია ერთმანეთის ჭორაობა ან ანგელებისა და არხანგელებზე ჭორაობა მაგალითად ძიმე ენერგია აქვს ხო რაღაც ანგელს ხო შეიძლება ჩორნი ანგელი იყოს
შეიძლება პავში ანგელი იყოს, შეიძლება რაღაცა ვთხოვე რომ ანგელებო რაღაცა გთხოვთ შემიცვალოთ, ასე ვთქვათ, კურატორი ან გთხოვთ შემიცვალოთ ანგელი ჩემ ანგელს მაგალითად სწრაფი ენერგია აქვს თავბრუს მახვევს ან ჩემ ანგელს მაგალითად მძიმე ენერგია აქვს მამძიმებს ან გული მერევა ყველაფერზე ან რაღაცა ისეთი ენერგია აქვს რომელიც ჩემს ორგანიზმს მაგალითად არ უხდება. всё ის ანგელი გაფრინდება და მოვა ისეთი ანგელი რომელიც შენს ორგანიზმს შენს რაღაცა შენს ბიოსისტემას სულისთვის ერთი ანგელი, მძიმე ანგელი, კაი ანგელი, თეთრი ანგელი, მთავარია შავი ანგელი არ იყოს და ეხა ბოროტი არ იყოს და რქებს დააჭრის მერე და всё ყველა სულ შეუძლია ტელეპათიურად რქების დაჭრა. კუცაც დააჭრის თუ საჭიროა. დააპატარავებს თუ საჭიროა, რომ ესეთი ფოკუსები იციან ტელეპათემა და ტრეციკლაზე ვისაც გახსნილი, დროსაც გაუჩერებს თუ უნდა. აი დროის გაჩერება რა არის? რა არის დროში მოგზაურობა, რა არის გადასვლა გადმოსვლა, ამას ყველაფერს სწავლა უნდა და ინტერესი უნდა ქონდეს ადამიანს. და არა ის რომ ის მაგარია იმან, ესა თქვა ეს მაგარია იმან, ყველა რაღაცას ჩიჩინებს და ყველა რაღაცას ხსნის, მაგრამ აქედან მთავარი აზრი უნდა გამოიტანო. მთავარი აზრი რა არის? მთავარი აზრი რა არის ის რომ ყველა ემსახურება კარმების მოხსნას და ასვაბაჟდენიებს და ყველა ასე ისე თავისი რეკლამნიე პაუზებით ემსახურებიან რა ქვია სულების გამოხსნას კალისოს ანსარებისა და მატრეს მასკარადული მანიპულატორული სისტემებისგან რომ გამოიხსნან სულები გააღვიძონ. ხო, ზოგი აღვიძებს ამ სულებს კიდე, ზოგი კიდე დასცინის და ზოგი კიდე რა ვიცი შენაირებსა არ წმინდავთო ჩვენაო სხვაგან წადიო მეთქი კი ბატონო სხვაგან წავალ მეთქი და ვიპოვე უკეთესი მასწავლებლები და უკეთესი თბილი ხალხი და უკეთესი საზოგადოება რომლებმაც ამიხილეს თვალები და უკეთეს მდგომარეობაში ვარ და არ მჭირდებოდა მე თურმე იმ ძვირად ღირებულის ბლატაობა ბლატნოი ხალხი ვაფშეტა არ მიყვარს. ესე იგი, ვისაც ფული არ აქვს შესაძლებლობა, არ აქვს, ვისაც $100 აქვს ან $200 აქვს, არ გაწმინდავს. ხო, ნუ გაწმინდავს. ეზარება უნდა 400-ები და 500-ები. ჩემი ენერგიები იხარჯება, ნეტარა ენერგიები იხარჯება, ადამიანს აბსოლუტის ენერგიებია ყველგან და ჟივას ენერგიებია ყველგან და იმის ენერგიებია, გაიას ენერგიებია ყველგან, ნეტა ერთი რეგრესოლოგის რა ენერგიები იხარჯება, არც არაფერი, პრობლემა დროის დაკარგვა არ უნდა. რატო არ უნდა დროის დაკარგვა? ეტყობა რომ რიგში უდგენან კლიენტები ალბათ რა ვიცი. ხო და ასეთი ამბავი არის. ზოგს ბევრი კლიენტი ყავს, ზოგს ცოტა კლიენტი ყავს, მაგრამ ალალად მუშაობენ და ემსახურებიან ერთ საქმეს, რომ კარმიჩესკიული უძლები მოიხსნა. ზოგი ვაფშე არ არის ტელეპათი, მაგრამ მანიფესტებსა კითხულობს, მედიტაციებს კითხულობს და ცდილობს, რომ კარმიჩესკიული უძლები თითონ როგორღაც მარილით, წყლით, სანთლებით მოიხსნას. და შეეცადოს ტრეციკლაზი განივითაროს და ასე შემდეგ. ხო, ეს მინდოდა მე თქვა, ანუ მთავარი ადამიანმა ეს განვითარების დაინტერესდებს და მთავარია ადამიანმა დაინტერესდეს და თარაყვეს ზოგიერთ ჭორიკანა რეგრესოლოგს. всё. ეხლა ჭორიკანა რეგრესოლოგები ხო კიდე ის სიგნალები თუ არის დისტრუქციული სიგნალები ომ რამ ям იან იან ям მომ წაიმღეროს ადამიანმა ან რაღაცა ლოცვასავით იმღეროს я есть то что я есть და я свободная душа და რაღაცა წაიმღეროს ხოლმე თავისთვის რომ ვარ ხელშეხებელი ჯამთელი ჯანსაღი მადლობა ვიშე სვეტრიესზე ვიშე სვეტრიესებს დიდი მადლობა მადლობა უფას მადლობა ჩემს სულს მადლობა ჩემს სულს რაღაცა წაიმღეროს იქა რომ მადლობა მერც მერთი რა არის ვიშე სვეტრიესილები არიან ვიშე სვეტრიეს აზნანიები არიან მერთი
ხო, ზოგი რუნებით მუშაობენ. რუნები არის რა არის ძველმოდური რაღაცა შიფრები და სიმბოლოები არიანები, ხო, რომელიც რუნებს თავისი ჟღერადობაც აქვს, მაგალითად ფეხუ არის ჯანმრთელობის რუნა და დამწერლობაც აქვს სიმბოლოა რაღაცა, რასაც ქვია ფეხუ. და მნიშვნელობა აქვს, რომ არის გამაჯანსაღებელი აღდგენი ბალანსირებების მქონე რაღაცა ნიშანი, სიმბოლო. ფეხუს თუ დაიხატავო ვითომაო ან ხელზეო ან სურათზეო, ვითომ გაჯანსახდებია. არის რუნა, სხვადასხვა რუნებია სხვადასხვა ჟღერადობით და სხვადასხვა მნიშვნელობებით. ეხლა ცუდი რუნები არ ვიხმაროთ და კაი რუნები ვიხმაროთ, მაგალითად არის ზაშიტნი რუნა, ნალგიზი, ალგიზ, ფეხუ, ალგიზ და ასე შემდეგ. ისა არის რუნა, ისა არის ზამაროსკა, ანუ ისები იხსნება, ისა არ მინდა, ისა წავიდეს. მე რატომ მტრები დაზამაროსკდნენ მტრები, ზამაროსკა, აი ხედავ რამდენი სწავლა უნდა ადამიანს, რა არის ზამაროსკა. რა არის ზამაროსკა და ზამაროსკა ყოფილა ზამაროსკა რა და მე ვარ დაუზამაროსკებელი, დაუბლოკველი, აი ეს არის ესენი უნდა ისწავლოს ადამიანმა.